ტრანსპორტის პრობლემა კიდევ უფრო გართულდა, რაც სწავლა დაიწყო და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო მოძრაობა. ჩემი შეთავაზება იყო ასეთი, რომ აი ეს ბარიერები, რაც მოცემული გვაქვს ჩვენ კანონმდებლობაში, ახლა კოეფიციენტები არის კაორი, რომელიც უნდა აიღოს ლიცენზია და შემდეგ მისცე ნებართვა გადაყვანის, მგზავრთა გადაყვანის, რომ ეს ბარიერები ხომ არ მოგვეხსნა პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ შეიძლება გაჩნდეს თავისუფლად რომელიმე კერძო პირი, მცირე მეწარმე ან რა ვიცი ინდივიდუალური ადამიანი ან დიდი კომპანია დაინტერესდეს, ხო? და შემოვიდეს ბაზარზე და რატო უნდა ჰქონდეს მერიას ეს საკითხი გადასაწყვეტად მიბარებული, რომ ის არის რაღაც მზრუნველი და უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას და როდესაც აცხადებ, რომ მე ვუზრუნველყოფ ამ პრობლემის მოგვარებას, ასხავ შიგნით ფულს, სუბსიდიას, კერძო ინვესტორს ცხადია იქ შიში უჩდება და აღარ შემოდი შენთან კონკურენციაში, იმიტომ რომ აქ სახელმწიფოა კონკურენტი და არა სხვა კერძო კომპანია.